მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ ერთმად მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად აღიაროს სომეხთა გენოციდი, ოსმალეთის იმპერიის მიერ დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხის მასობრივი მკვლელობა მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ნაბიჯმა რეგიონში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. თანამედროვე თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოა, დიდი ხანია უარყოფს გენოციდის აღიარებას. ეხლა კი ანკარა ისრაელს ადანაშაულებს, რომ აღიარებას პოლიტიკური იარაღად იყენებს. აზერბაიჯანიც გმობს ამ გადაწყვეტილებას, რაც მნიშვნელოვანი რეაქცია, რადგან ბაქოს სტრატეგიული კავშირები აქვს იერუსალიმთან. ქმის მიცემა იმ დროს ხდება, როცა ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ამტკიცებს, რომ ეს არ ყოფილა საპასუხო ნაბიჯი იმ ღიანტრულობისა და რიტორიკის გამო, რასაც პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობის პირობებში ვხედავთ. ჩვენთან ერთად ეხლა ონურ ერენია, კომპანია Dragoman Strategies პრეზიდენტი, რომელიც სტამბოლიდან გვერდდება. ონურ, ძალიან გვიხარია, რომ i24 News English-ის ეთერში ხართ. რატომ აღიქვამს თურქეთი ისრაელის ამ ნაბიჯს როგორც პოლიტიკურ იარაღს? რა ინფორმაცია შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამასთან დაკავშირებით? ორი რამ, პირველ რიგში ნებისმიერი სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს აზრი. რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის დროის არჩევაც. და მეორე, ეს ძალიან მარტივი ინსტრუმენტია. ბევრი დასავლური ან დასავლეთის მოკავშირე ქვეყნისთვის თუ მათ სურდათ, იცით, თურქეთის მიმართ რეაქცია ეჩვენებინათ. ეს ძალიან მარტივია. ეს უბრალოდ საღი აზრია. რა სიტყოდით, რა არის განსხვავებული თურქეთის ან აზერბაიჯანისთვის, როდესაც ისრაელი წინ წაიწევს სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხში? შედარებით იმ 24 სხვა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, რომლებმაც უკვე აღიარეს ეს. სწორედ ასე წოდებული სომეხთა გენოციდი სინამდვილეში ერთობლივი ბრალდებაა არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ზმური აზერბაიჯანის მიმართაც. ასევე ის რაც მოხდა, ან რასაც ამტკიცებენ, რომ ასახულია ამ პერიოდში, ასევე ეხება თანამედროვე აზერბაიჯანსაც. ეს ერთობლივი პრობლემაა, რომელსაც იყენებენ როგორც თურქეთის, ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ, როგორც ერთგვარ ინსტრუმენტს მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად. იგივე მასშტაბის თუ არა უფრო ძლიერი რეაქცია ვლინდება ყველა სხვა ერის მიმართაც, რომელმაც იგივე გზა გაიარა. მიზეზი ახლა ისაა, რომ როგორც ჩანს, შეიძლება თქვენთვის ან თქვენი მაყურებლისთვის ასე ჩანდეს, თურქეთი თუ აზერბაიჯანი რომ ასე რეაგირებენ, ან ზედმეტად რეაგირებენ, ასე არ არის. იმიტომ რომ ანალოგიური ან თუნდაც უფრო ძლიერი რეაქციები წარსულ შემთხვევებშიც გვინახავს. წარწმუნებული ვარ. თურქეთსა და ისრაელს შორის ხანგრძლივი კონფლიქტები და უთანხმოებები. აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე თურქეთთან. მაგრამ შესაძლოა ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა აზერბაიჯანიც საკმაოდ მძაფრ რეაქციას აჩვენებს ისრაელის მიმართ. შეიძლება ამან გაზარდა თქვენი მაყურებლის ინტერესიც, მაგრამ ასეა. თუმცა სინამდვილეში ეს არც მეტი და არც ნაკლებია, ვიდრე სხვა შემთხვევაში მათი რეაქცია იქნებოდა. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ფაქტი, რომ რეგიონში ბევრი რამ ხდება, ბევრ შემთხვევაში, მათ შორის ისრაელის ჩართულობა, იცით, არ აკლებს ყურადღებას ამ კონკრეტულ ქმედებას, ან ამ კონკრეტულ განცხადებას თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდანაც. ასევე. როდესაც საქმე ეხება თურქეთის რეაქციებსა და დაგმობას ისრაელის ქმედებებზე ღაზაში, ანკარა იყენებს თუ არა ამ შემთხვევაში სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, რათა გააძლიეროს ზეწოლა ისრაელზე საერთაშორისო დონეზე თავისი კრიტიკით. არ ვიცი, მაგრამ თურქეთს ან სხვა რომელიმე ქვეყანას ჭირდება კიდევ სხვა ინსტრუმენტი, რომ მართლაც მეტი ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე იმაზე, რაც ღაზაში ხდება. გულისხმობ, ყველაფერი დღის სინათლეზე ხდება. ყველაფერი კარგად არის დოკუმენტირებული. ჩვენ არ ვსაუბრობთ, იცით, 100 წელზე მეტი ხნის წინანდელ შესაძლო მტკიცებულებებზე. ჩვენ საუბრობთ პირდაპირ ეთერში ტრანსლაციაზე ბოლო პერიოდში, იცით, იმაზე, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოხდა. ყველაფერი თითქმის მტკიციერად პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ერს სჭირდება სხვა ინსტრუმენტი. მაგალითად, რეაგირება ისრაელის მიერ ეგრეთ წოდებული სომეხთა გენოციდის აღიარებაზე, რომ მეტი ზეწოლა მოახდინოს.
არ ვფიქრობ, რომ ვინმეს სჭირდება რაიმე დამატებითი იმისთვის, რომ ისრაელზე მეტი ზეწოლა მოახდინოს, ვიდრე ის, რაც უკვე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში. იცით, ბოლო პერიოდში, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ხდება, კარგი ონურ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ერთად ხარ iOS 4 News English-ზე. ვაფასებ, რომ გაგვიზიარე შენი ხედვა სტამბოლიდან. მადლობთ. დაბრუნდით სტუდიაში ელჩმარკ რეგევთან ერთად. მარკ, დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუზე ბევრი გაქვს სათქმელი. მაინტერესებს, როგორ ახსნიდით ისრაელის გადაწყვეტილებას ახლა გადადგას ეს ნაბიჯი აღიარების მიმართულებით, რადგან ეს საკითხი არაერთხელ წამოჭრილა ისრაელის წარსულშიც. მაშ რატომ ახლა, როცა ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა? პირველ რიგში თურქეთთან ურთიერთობები ნამდვილად დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობები კარგია და ისრაელს სურს ასე გაგრძელდეს. მაგრამ როცა ამ საკითხს უყურებ, უნდა გაარჩიო ისტორიული სიმართლე და პოლიტიკა. ისტორიული სიმართლე ისაა, რომ პირველ მსოფლიო ომში ბევრი სომეხი მოკლეს. და ბევრმა ადამიანმა, როგორც სწორად თქვი, დასავლეთში, ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, კანადაში და სხვაგან ამას გენოციდი უწოდა. ეს თითქმის საერთაშორისო კონსენსუსია. მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერს, ბერნარდ ლუის, უთქვამს, რომ ეს იყო ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ეს გენოციდი იყო, რადგან გენოციდს განსაკუთრებული კრიტერიუმები აქვს. იცით, თქვენ გსურთ გაანადგუროთ და მოსპოთ მთელი ხალხი. ასე რომ მან ეს განსხვავება გააკეთა. და ჩვენ ისრაელში ვიცით, როგორ გამოიყენება სიტყვა გენოციდი, ძალიან უპასუხისმგებლოდ. ისრაელის ქცევასთან დაკავშირებით ღაზაში. ასე რომ, იცით, საკითხის ჭეშმარიტება სერიოზულ ისტორიკოსებს შორის განიხილება, თუმცა ვიტყოდი, რომ პოლიტიკურად სწორი კონსენსუსი არის ის, რომ გენოციდი ნამდვილად მოხდა. რატომ გააკეთა ეს ისრაელმა ახლა? მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ისრაელზე ზეწოლა ხდებოდა, ეხლა ამერიკელი მეგობრებისგანაც კი, ისრაელის ყველაზე პრომხარდამჭერი კონგრესმენებიც კი მოდიოდნენ ჩვენთან და გვეკითხებოდნენ, რატომ ვერ აღიარებთ ამას? ჩვენ ხომ ჰოლოკოსტი ვაღიარეთ? თქვენ რატომ ვერ აღიარებთ ამას და ასე შემდეგ? და ისრაელი ყოველთვის თურქეთთან კარგი ურთიერთობების გამო ამბობდა, რომ ჩვენ სხვა ინტერესებიც გვაქვს და თურქეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა და არ გვინდოდა ამ ურთიერთობების დარღვევა. ეს აშკარად აღარ არის ფაქტორი. ისრაელის ურთიერთობები თურქეთთან ახლა ყველაზე დაბალ დონეზეა. ამიტომ ისრაელი ამბობს, კარგი, შეგვიძლია დასავლურ კონსენსუსს შევუერთდეთ, სულ მცირე ამ საკითხში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ისტორიული არგუმენტი თუ რა ზუსტად მოხდა, აშკარაა, რომ სომხები მასობრივად დახოცეს, აშკარაა, რომ მათ ცუდად მოექცნენ, აშკარაა, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა. არის ეს გენოციდი. იყო მცდელობა სომეხი ხალხის განადგურების. ამაზე არსებობს დებატი. და ვიცი, რომ სერიოზული ადამიანები, როგორიცაა ბერნარდ ლუისი, ამტკიცებდნენ, რომ არა, ესეთი რამ არ ყოფილა. მარკ, როცა საქმე აზერბაიჯანს ეხება, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორია, როგორ შეიძლება ეს გავლენას ახდენდეს ამ ურთიერთობაზე? იმედია ასე არ იქნება. გულისხმობ, ნათაბრ უფლება არ დაეთანხმონ ჩვენ. მათ შეუძლიათ თქვან, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. მე ამას არ ვხედავ, როგორც იცით, ეს მეგობრებს შორის უთანხმოებაა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს. ამ ორ ქვეყანას ძლიერი ურთიერთობა აქვს. ისინი ბევრ სფეროში თანამშრომლობენ ორივე მხარის სასარგებლოდ და მე ვხედავ, რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გააგრძელებს განვითარებას. ელჩო მარკ რეგევ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ i1 News English-ზე. ყოველთვის ვაფასებთ თქვენს აზრს. გმადლობთ. სასიამოვნოა ჩვენთვის.